მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. კვლავაც მიხარია თქვენთან შეხვედრა. ძალიან ბევრი რამ აქვს თქვენთან სათქმელი სალაპარაკო, ძალიან ბევრ თემებს შევეხებით დრო და დრო. კვლავ მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთ კომენტარს და ვფიქრობ, რომ დღეს სასაუბრო თემად ავირჩევ აი ამ კომენტარის შინაარს. ქალბატონმა ხატია მომწერა ასეთი კომენტარი. გამარჯობათ, მშობლებისა და შვილის ურთიერთობაზეც იქნებ ისაუბროთ, განსაკუთრებით თინეიჯერ შვილებთან, რომლებიც თვლიან, რომ დიდები არიან, ყველაფერი კარგად იციან და შენი დარიგება და კონტროლი აღარ სჭირდებათ. მართლაც პრობლემატური საკითხია, ხო? უკვე როცა მოიძდებიან ხოლმე ბავშვები, მეტი დამოუკიდებლება სჭირდებათ. კარგით, კეთილი, ვისაუბროთ. ძალიან საინტერესო საკითხია. ვფიქრობ, ვისაც შვილები გყავთ მაგასაკში, ან გინდათ პატარები, საინტერესო იქნება ზოგიერთი რჩევის გათვალისწინება. როგორც ყოველთვის ჩვენ ისევ დავესესხებით თეოლოგიისგან, რომ დავინახოთ ის ფსიქოლოგია, როგორი არის ადამიანების, როგორ ხედავს ღმერთი ბავშვის ფსიქიკას, დიდების ფსიქიკას, მშობლების, შვილების. მაგალითად, წმინდა წერილში არის ერთი საინტერესო მოწოდება. აი ასეთი არის დაახლოებით ციტირება რომ გავაკეთო. რომ ბავშვს ჩვენ უნდა, ესე იგი, იქ უფრო სწორედ კანონები იყო მოხსენიებული, რომ ბავშვს ღვთის კანონები უნდა ავასწავლოთო ადგომისას, ვთქვათ, ჭამის დროს, საუბრის დროს, სადმე თუ მივდივართ და დაწოლის დროსაც კიო. ანუ გამუდმებით სჭირდებათ ბავშვებს დარიგება და აღზრდა. თუ გვინდა რომ კარგად გაიზარდონ, კარგი ნამდვილი, კარგი პიროვნებები ჩამოყალიბდნენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ღმერთმა დამრიგებლური ძალაუფლება ძირითადად მისცა მამებს. ანუ ეს კანონები და ეს პრინციპი, რომელიც ახლა ციტირება გავაკეთე, მამების მოვალეობა იყო. რომ ადგომის დროს დაერიგა, რაღაც რჩევები მიეცა, ღვთის კანონებიდან დაენახვებინა პრინციპები, რომ შემდეგ ღმერთი ამბობს, რომ თუ ბავშვობიდან ასე აღზრდი შვილს, სიბერეშიც აღარ გადაუხევსო. ხო მეთანხმებით, ხო მართლა ასეა, როგორი ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდება ჩვენ შვილებს. მერე უკვე რთული აღარ არის მათთან ურთიერთობა, არც ის არ გიჭირს, ვთქვათ, როგორ მოიქცევა მომავალში, რადგან საფუძველი უკვე აუშენეთ, მისი აზროვნების საფუძვლები. ჩამოუყალიბდა უკვე რაღაც მოდელი ქცევის და შემდეგ უფრო ადვილია მათთან ურთიერთობა. რაც შეეხება ზოგჯერ შვილები რაღაცნაირად ეწინააღმდეგებიან ჩვენ რჩევებს, ხო? როდესაც კონკრეტულ რაღაც კანონის სახით ვაძლევთ ჩვენ შვილებს რაღაც დარიგებას, მათთვის უფრო რთული არის ამ ჩვენი მოთხოვნების შესრულება. არის ასეთი ორი რაღაც. არის კანონი და არის პრინციპი. ძირითადად კანონის ფასეულობა დევს პრინციპებში. აი რატომ არის ეს კანონი საჭირო? ადამიანმა რომ გაიგოს, უნდა ესმოდეს ამ კანონის პრინციპები, რომ შემდეგ ადვილი იყოს მისთვის ამ მოთხოვნის შესრულება. უკაცრავად. აი დაუშვათ ავიღოთ ასეთი კანონი, ხო, რომელიც წმინდა წერილში წერია. არ მოიპარო. ხო არის კანონი, არ მოიპარო. და ვთქვათ, ჩვენ ბავშვსაც ვეუბნებით, მოპარვა ცუდია. ბავშვმა გაიგო, ეხლა
თვითონ კანონი, რომ მოპარო არის ცუდი. მაგრამ შეიძლება ჩვენ აღარც კი ვკითხოს და შინაგანად ესეთი ქვეცნობიერად, ესეთი აზრი დარჩეს, რომ კი კანონი არსებობს, არ მოიპარო, მაგრამ რატო არ უნდა მოვიპარო? აი ეგ არ ესმის. რა არის ამაში ცუდი? აიღე, იოლად მოიპოვე რაღაც, ხო? მერე რა რო სხვისია. ანუ ნახეთ, რასაც ვარიგებთ, კანონების სახით რო უდგენთ ჩვენ შვილებს, ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება, იქ წასვლა შეიძლება, გვიან მოსვლა ცუდია და ასე შემდეგ, ხო? ძალიან ბევრი რო აღარ ვისაუბრო, ძალიან ფართოა, ხო, ეს ჩვენი მოთხოვნები შვილების მიმართ. მაგრამ თუ დარიგების დროს ჩვენ აუხსნით ჩვენ შვილებს, თუ რატო არის ეს ცუდი, ან რატომ არის ეს კარგი, თუ ამას გაიაზრებს ბავშვი, მიხვდება თვითონაც და არანაირი პრობლემა აღარ ექნება, რომ დაინახავს იმ ფასეულობას, რა ფასეულობაც ფუძედ უდევს შენი, ვთქვათ, შენ მოთხოვნას. დაუშვათ, ისევ ავიღოთ ეგ კანონი, არ მოიპარო. კანონი კი მოკლეა და გასაგებია, რაღაც პატარა თეზისია. მაგრამ პრინციპად რა უდევს? აი პრინციპად ისევ წმინდა წერილში არის ასეთი ის აზრი, რომ ისე მოეკეცი სხვას, როგორც გინდა რომ მოგიქცნენ. ხო იცით ეს ოქროს წესი რომ არის. ფსიქოლოგებიც ხშირად იხსენიებენ ხოლმე და გადაცემებში ბევრჯერ მომისმენია. ისე მოეკეცი სხვას, როგორც გინდა რომ მოგიქცნენ. ეხლა თუ ამ პრინციპს დავანახებთ და ვეტყვით, შვილო, გინდა რომ შენ ვიღაცა მოგპაროს, ვთქვათ, მობილური ტელეფონი. ჩუმა ჯიბიდან ამოგაცალოს. ანუ საფული ამოგაცალოს. გინდა? რა ემოცია დაგეუფლება, როდესაც აღმოაჩენ, რომ შენი ტელეფონი აღარ არის ჯიბეში, ან შენი საფული აღარ არის ჯიბეში ან ჩანთაში. ხო ძალიან გაბრაზდები, ხო ძალიან გეწყინება, ხო ძალიან აღშფოთებული იქნები, რომ ვინ გააკეთა ეს, როგორი უნამუსო ადამიანია და რავი რანაირი ემოციები დაგეუფლება. ამიტომ ეტყვი შვილო, შენც არ უნდა მოპარო სხვას, იმიტომ რომ ისიც ზუსტად ასე დღეში ჩავარდება და ცოდოა. ნახე, პრინციპით დავანახეთ კანონის ფასეულობა. თუ მე არ მინდა რომ მომპარონ და არ მინდა რომ ცუდად მომექცნენ, ან შემაგინონ და ასე უამრავი რაღაც, ხო, რაც შეიძლება ახასიათებდეს ჩვენ შვილებს, ამბილ სიტყვაობა, ანუ ვთქვათ, გინდაც თვალი უცდებოდეს სხვის ნივთებზე და ასე შემდეგ. თუ ჩვენ პრინციპებს დავანახებთ, შემდეგში, რა თქმა უნდა, დაფიქრდებიან, გაანალიზებენ რამხელა ტკივილი შეიძლება მიაყენონ ასეთი სახით, რომელიც თვითონაც არ უნდა რომ განიცადოს და უკვე ბავშვს ესმის, რომ ეს არის ცუდი. და უკვე ამ კანონს იმიტომ კი არ იცავს, რომ წერია და რო უთხრეს, რომ არ მოიპარო. არამედ ესმის, რატო არ უნდა მოიპაროს. ნახეთ, კანონი და პრინციპი როგორი აუცილებელია, რომ ამ კანონს ეს ფასი დავანახოთ შვილს აი ამ პრინციპების მეშვეობით. კიდე საინტერესო ის ფაქტორია ჩვენ თანამედროვეობაში, რომ არის ოჯახებში ესეთი პრობლემა, რომ ზოგიერთი ბიჭი, ან შეიძლება ზოგიერთი გოგო, რაღაც შეუსაბამოდ იქცევა სქესის მიმართ. ზოგი, აი ვთქვათ, უფრო გოგოსავით იქცევა ბიჭი და ზოგი გოგო კიდე კაცური ესეთი რაღაც თვისებები აქვს. რა იწვევს ამას? ავიღოთ ბიჭებზე. რატომ არის ასე, რომ ზოგი ძალიან ნაზი ხდება, რაღაცნაირი ესეთი თვისებები აქვს რა, რომელიც შეიძლება აი მამაკაცს არ უხდებოდეს, ხო? საიდან მოდის ეს ყველაფერი? დაიბადა და დედის გულზე დააწვინეს. შემდეგ დედა ზრდიდა 1-3-4 წელიწადი, სულ ქალის ხელში იყო.
შემდეგ მიიყვანეს საბავშვო ბაღში. იქაც მასწავლებელი ქალი იყო. ცოტა გაიზარდა ამ მასწავლებლის ხელში. შემდეგ მივიყვანეთ სკოლაში, იქაც მასწავლებლები ძირითადად ქალები არიან. ისევ ქალებთან არიან, რო იტყვიან ყოველდღიურ კომუნიკაციაში, ანუ ძირითადად დროს მათ გვერდზე ატარებენ. შეიძლება შემდეგ უმაღლესშიც კი უმეტესობა, ვთქვათ, ლექტორები, ქალბატონები იყვნენ და რო გახდება 18-20 წლის ეს ბიჭი, მერე უბნევიან, რომ ცოტა ვაჟკაცურად მოიქეცი. კი, მაგრამ ეს ვაჟკაცობა საიდან უნდა იყოს? დაბადებიდან მოყოლებული 20 წლამდე სულ ქალების ხელში იყო. სწორედ ამიტომ არის ღმერთმა მამებს დაავალა, რო იტყვიან აღზრდელობითი ზომების მიღება, ანუ დარიგებანი. როდესაც მამა თავის ბიჭთან, შვილთან გარკვეულ დროს ატარებს, არიგებს, ხედავს შემდეგ თვითონ მამა როგორ იქცევა, თანდათან უყალიბდება ეს მამაკაცური თვისებები და ეს ხასიათი და ეს ბუნება, რაც უნდა მამაკაცს ახასიათებდეს. კიდე არის ესეთი ფაქტორი, რომ ვეუბნევით ჩვენ შვილს, რომ ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო, ეს ცუდია, ის კარგია, მაგრამ ბავშვის ფსიქოლოგია როგორი არის? რაც არ უნდა უთხრათ ჩვენ შვილებს, რაც არ უნდა დავარიგოთ. ისინი იმას გააკეთებენ, რასაც ხედავენ ჩვენში. რო ვეუბნევით რაღაცაზე, რომ ეს არ გააკეთო და შენ თავად აკეთებ, ძალიან ძნელია, რომ ბავშვი დაარწმუნო, რომ არ გააკეთოს ესა თუ ის რაღაც საქმე ან სიტყვა. სიტყვაზე სულ ოჯახში თუ გარეთ იგინები და შენი შვილი ხედავს და მე თქვა რაღაც ცუდი სიტყვა შეიგინა, ვთქვათ. დაიუბნები, შვილო, ცუდია, ნუ იგინები. კი, მაგრამ ის ყოველ წუთს ხედავს, რომ შენ ასე იქცევი და შენ რჩევა ზალა კი აღარ აქვს. ანუ რასაც შენში ხედავს, აკოპირებს და იმეორებს შვილი. ამიტომ აუცილებელია ჩვენი მაგალითით დავანახოთ შვილებს თუ როგორები უნდა იყვნენ. ამიტომ პირველ რიგში ჯერ ჩვენ უნდა აღზარდოთ ჩვენი პიროვნება, ჩვენ ჩამოვყალიბდეთ კარგ ადამიანებად, რომ შემდეგ ჩვენ შვილებმაც მაგალითის მეშვეობით ბევრი რაღაცა ისწავლონ. არის კიდე ასეთი მოთხოვნა თვითონ შვილების მიმართ. ღმერთი მოუწოდებს შვილებს, რომ პატივისცენ მშობლებს. არა აქვს მნიშვნელობა, როგორი მშობელი გყავს. ნუ რაღაც კრიტერიუმებით რო შევაფასოთ, კარგი, ცუდი, კეთილი, თბილი თუ უხეში, მნიშვნელობა არ აქვს. შვილებს ვალდებულება აქვთ, რომ მშობლებს პატივისცენ. ეხლა თუ მისმენთ, ვინც ახართ ბავშვები და შვილები, მშობლებთან ერთად თუ მისმენთ, მინდა გითხრათ ბავშვებო, რომ ღვთის თვალში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თქვენ მშობლებს პატივისცემთ და დაემორჩილოთ. მორჩილება საჭიროა, სანამ დამოუკიდებელი პიროვნებებად არ ჩამოყალიბდებით და არ გახდებით სრულწლოვნები. შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე თქვენი გადასაწყვეტია, როგორ იცხოვრებთ. ასევე მშობლები უნდა ითვალისწინებდნენ იმ აზრს, რომ შვილები არ არიან ჩვენი რაღაც საკუთრება. უფრო შეიძლება შევადაროთ როგორც საჩუქარი ღვთისგან. შვილები არიან კურთხევა ღვთისგან, ანუ საჩუქარი. და არავითარ შემთხვევაში საკუთრება. შვილები ჩვენი საკუთრება არ არის, იმიტომ რომ ჩვენი შექმნილები არ არიან. პირობითად კი ვამბობთ, რომ ჩვენი გაჩენილები არიან, დედა იტყვის, რომ უცელში მევატარე, მაგრამ 9 თვე ჩემ უცელში იყო და მე გავაჩინე, ეს გასაგებია, რომ ღმერთმა მოგცა ამისი რეპროდუქციული უნარი და საჩუქრად მოგცა ის ბედნიერება, რომ შენ თვალწინ გაიზარდოს ახალი პიროვნება, მაგრამ ის
არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩავთვალოთ, რომ არის ჩვენი საკუთრება. ისინი არიან დამოუკიდებელი არსებები, დამოუკიდებელი პიროვნებები, მათ აქვს თავიანთი აზრი, თავიანთი შეხედულება, თავიანთი გემოვნება. უბრალოდ ჩვენ იმიტომ მოგვანდო ღმერთმა, ჩვენი შვილები, რომ როცა ისინი არიან პატარები, ჯერ ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვთ და ჩვენ მშობლებს დაგვავალა, რომ ნელ-ნელა უხელმძღვანელოდ სანამ გაიზრდებიან და გახდებიან ზრდასრულები, ჩვენი გამოცდილება უწილადოთ, რომ ნელ-ნელა განვითარდნენ და დადგნენ სწორ გზაზე. აი ეს არის მშობლის მოვალეობა. სიყვარული, სითბო, რა თქმა უნდა, პატივისცემა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკუთრება და როგორც გვინდათ, ასე მოვიქცეთ, აბუჩად ავიგდოთ. ფიზიკური შეურაცხყოფა საერთოდ დაუშვებელია ღვთის თვალში. ეს არის დაუშვებელი ცემა, შვილების ცემა. ეს არის ძალიან დიდი სტრესი შვილებისთვის. თუ ჩვენ შეჩეული გვაქვს ხელი და ჩვენ შვილებს ვცემთ, იმ მიზნით თითქოს რაღაცა უფრო სწორად გააკეთონ, შეცდომაში ნუ შეხვალთ. ისინი ამის გამო რომ ვცემთ, უფრო უკეთესები არ გაიზრდებიან არავითარ შემთხვევაში. ყველაზე ძლიერი გასაღები შვილების მართვისა, მათი ფორმირებისა, ეს არის სითბო და დიდი სიყვარული. გუშინაც ვთქვი, რომ რბილი ენა ძვალს ამტვრევს. თუ რბილად მიუდგებით ჩვენ შვილებს, ისინი აუცილებლად გაითვალისწინებენ და დაინახავენ ჩვენ სიყვარულს, ჩვენ გულის ტკივილს თუ რაღაცას არასწორად აკეთებენ და დავჯდებით და გულწრფელად ვესაუბრებით, თუ რატომ ტკივა მე როგორც მშობელს გული, რა მინდა რომ უკეთესი იყოს, რატომ მინდა რომ ეს პრობლემა გამოასწოროს. ვეცადოთ რომ დავანახოთ პრინციპები, აკრძალვებით ვერავის ვერაფერს ვერ აუგზავნოთ, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში. მაგრამ საუკეთესო პერიოდი როდის არის? შვილების ფორმირებისა, მათი აზროვნების ფორმირებისა. როცა არიან ჯერ ძალიან პატარები. ანუ ფაქტიურად დაბადებიდან მოყოლებული, რო უკვე ტიტინებს და რო გეთამაშება, თვალებში რო გიყურებს და რო ეფერები და ამ სიყვარულს განიცდის და გრძნობს და იზრდება შენდამი, როგორც მშობლისადმი ნდობა, თანდათან მისთვის ავტორიტეტი ხდები და შენი ნებისმიერი რჩევა და დარიგება არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გონია რომ სამყაროში თქვენზე უკეთესი არავინ არ არის, თქვენზე ჭკვიანი და ნიჭიერი და განათლებული არავინ არ არის. ხართ თქვენ ავტორიტეტი თქვენი შვილებისთვის. ამიტომ ფიზიკური შეურაცხყოფით ჩვენ სულ ყველაფერს გავაფუჭებთ. დაუნგრევთ ბავშვს იმ თბილ გარემოს და მათში გაიზრდება პროტესტის გრძნობა. და შეიძლება ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა გაიზარდოს და ბევრი მოზარდობის პერიოდშიც კი სტოვებს სახლს და მიდის. და მე მშობლებს უწევთ მათი ძებნა და ასე შემდეგ. და დიდი სირთულეებია. ასევე ჩვენ შვილებს უნდა დავანახოთ, როგორ საზოგადოებასთან იქონიენ ურთიერთობა. რატო არის, ვთქვათ, ასეთი საზოგადოება კარგი და რატო არის, ვთქვათ, საპირისპიროდ ზოგიერთი საზოგადოება მათთვის ცუდი. იმიტომ რომ როცა გარეთ გადიან ან სკოლიდან იწყებენ, ან სკოლას ამთავრებენ, უნივერსიტეტი თუ სხვა რაიმე პროფესიას ეუფლებიან, გვინდა არ გვინდა ჩვენგან დამოუკიდებლად მათ უწევთ თანატოლებთან ურთიერთობა. უკვე ახალ საზოგადოებაში, ხო, სხვადასხვა ადგილებში. შეიძლება ჩვენ არც კი ვიცოდეთ, ვისთან აქვს იქ ურთიერთობა. ვინ არის იქ კარგი, ვინ არის ცუდი. წარმოდგენაში არ ვიყვით, ხო, ეხლა ყველა კურსელი არ გვეცოდინება და ყველა თანამშრომელი და ასე შემდეგ. სანამ ახალგაზრდები არიან, ვთქვათ. ზოგი უფრო ადრეულ ასაკიდან იწყებს მუშაობას, ან რაიმე პრაქტიკის სახით სწავლის პერიოდში გადის. ჩვენ არ გვეცოდინება, მაგრამ თუ ბავშვობიდან სწორი მორალური ღირებულებები ჩაუნერგეთ,
საერთოდ რო არ გავაკონტროლოთ, ისინი მაინც სწორად მოიქცევიან. მათთვის უკვე მიუღებელი იქნება იმ ადამიანების ქცევა და ყოფა. ასე რომ ჩვენ ვიქნებით მშობლები, დაზღვეულები, რომ ცუდ საზოგადოებაში აღარ მოხვდებიან ჩვენი შვილები, იმიტომ რომ მათთვის ეს მიუღებელი იქნება. მათ გათვითცნობიერებული აქვთ უკვე როგორი ნორმებია კარგი, სწორი და ღირებული და ვერ აიტანენ აი როგორც იესო ქრისტე ამბობს თავად, რა საერთო აქვსო სინათლეს სიბნელესთან. ან ღმერთს ბელზებულთან, ანუ ვთქვათ ეშმაკთან. რა საერთო აქვს? არანაირი, არის ორი უკიდურესი პარალელი. რატო? იმიტომ რომ აზროვნებით განსხვავდება, ხო, ღმერთი და მისი მოწინააღმდეგე. ასეა შვილების აზროვნება თუ ჩამოვაყალიბეთ სწორად, რა თქმა უნდა, იმათთვის მიუღებელი იქნება უკვე სხვანაირი გაუკუღმართებული მორალი. ჩვენ შეგვიძლია ასევე თვითონ უბრალოდ ღვთის სიყვარულიც ვასწავლოთ, როდესაც ჩვენ შვილებს გარკვეულწილად აქვთ რაღაც პატივისცემა, რაღაც უფრო დიდთან და ყოველთვის რაღაც ესეთი ატმოსფერული შეგრძნება აქვთ, რომ რამე ცუდს რო აკეთებ, ორი რაღაც გვაკონტროლებს ადამიანებს. ეს არის სინდისი და ეს არის შეგრძნება, რომ ვიღაცა გიყურებს. და თუ ღვთის შიში გაქვს, ის ღვთის შიში, კარგი გაგებით, სტრესული შიში კი არა. შიში რო გული არ ატკინო ღმერთს სიტყვაზე. ის შიში და შენი სინდისის კარნახი ყოველთვის გაკონტროლებს. და ეს უნდა ჩამოუყალიბოთ ჩვენ შვილებს. და შემდეგ ისინი გზიდან აღარ გადაუხვევენ. ამიტომ რაც უფრო ადრეული ასაკიდან ჩვენ დავარიგებ ჩვენ შვილებს და რასაც ვეუბნევით, უბრალოდ კანონის სახით კი არ უთხრათ და ბრძანების სახით. უნდა აუხსნათ. რატომ არის თქვენი რჩევა კარგი, რა არის მასში ფასეული. და რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყება ესეთი დარიგება, ბავშვებისთვის უფრო ადვილი არის მისაღებად. შეგვიძლია შევადაროთ აი ახალგაზრდა ნერგი რო ავიღოთ, პატარა ხე ჯერ თითის სისხლიც რო არ არის, ან შეიძლება გინდაც თითის სისხლი იყოს. ტოტებს როგორც გინდა ფორმირებას გაუუკეთებ. თქვათ როგორიც გინდა გაიზარდოს, რა მიმართულებითაც გინდა გაუშვა ტოტები, ან თავისი ღერძი, ტანი, თუ გინდა მოხარე, ესე მიაბი და ეგრეთი გაიზრდება მაგ ფორმის, ხომ ასეა ნერგი. მაგრამ როცა ეს ხე გაიზრდება და გამსხვილდება და მერე გადაწყვეტა რომ მოდი ახლა ფორმა შევცვალო, შევძლებთ ამის გაკეთებას? უკვე ამ სისხლ ხეს შეგიძლია მორკალო რომ სხვა ფორმა მიიღოს. და რომ შესაძლებელი გახადო და მაგხილა ძალა ან რაიმე დამხმარე ტექნიკა მოიყვანო რომ მორკალო შეიძლება გადატყდეს და ძალიან დიდი ტრავმა მივაყენოთ, ხო? იმიტომ რომ ის სხვანაირად გაიზარდა ის ხე უკვე და უკვე იძულებით უნდა ზიანი მივაყენოთ. ამიტომ სანამ ნედლია და ქორფა და რბილია, აი მაგ დროს უნდა გამოვიყენოთ ეს ჩვენი უნარი, როგორც მშობლების და განსაკუთრებით მამებს ეხება, რადგან მამებს უფრო რაღაცნაირად შვილების თვალში მეტი ავტორიტეტი აქვთ, როგორც ოჯახის თავები, ვინც ხელმძღვანელობს ოჯახს და ზრუნავს და იცავს, ამიტომ მოუწოდებდი მე მამებს, რომ ჩაერთონ შვილების აღზრდაში. მოკლედ, რაც შეიძლებოდა მე თქვა ამ საკითხზე, იმედია რომ გასაგებად ვთქვი ეს ყველაფერი. კიდევ ხაზი რო გაუსვათ, საჭიროა ბავშვობიდანვე დარიგება, არავითარი ძალადობა, საჭიროა ჩვენი პირადი მაგალითი მათთვის ცხოვრებაში და როდესაც რაღაც სტრესული სიტუაცია აქვს, ან გარეთ რაღაც პრობლემა შეექმნათ, მოусმინოთ ყურადღებით და დახმარება გაუწიოთ, დავარიგოთ, როგორ მოიქცნენ ამ სიტუაციაში. თუ ჩვენ არა გვაქვს ამისი უნარი, უფრო გამოცდილს მივმართოთ, რომ დახმარება გაგიწიონ. ასე რომ შვილებს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ. და შემდეგ ისინი
აღარასოდეს აღარ შეგეწინააღმდეგებიან, რადგან დაინახავენ შედეგს, რომ ფასეული იყო თქვენი რჩევები და თქვენი დარიგებები და თქვენი მაგალითი და იქნებით ყოველთვის შვილებისთვის ავტორიტეტი და სიყვარულის წყარო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კლავაც დროებით დაგემშვიდობებით ნახვამდის.